ბათუმიდან სულ რამდენიმე წუთში ისეთი სასახლეა დამალული, რომლის არსებობაც ტურისტების უმეტესობამ არც კი იცის. ეს არის გრაფინია მარია ფესენკოს აგარაკი, რომელიც აჭარაში, კერძოდ მახინჯაურში მდებარეობს. სასახლე მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა და ის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მიუხედავად იმისა, რომ შენობა მიტოვებულია, მისი არქიტექტურა და შემორჩენილი ისტორია ყველას გაგაოცებთ. თავდაპირველად შენობა გრაფინია მარია ფესენკოს საზაფხულო აგარაკი იყო. შემდგომ კი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კერძო რეზიდენციის ფუნქცია დაკარგა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი შენობაში სამხედრო ჰოსპიტალი მოაწყვეს. ომის შემდეგ კი ბავშვთა სახლად გადაიქცა. 1990-იან წლებში კი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების დროებითი საცხოვრებელი იყო. 2000 წლიდან დღემდე კი შენობა აღარ ფუნქციონირებს. თუ აჭარაში ხარ ან გეგმავ ჩამოსვლას, ეს შენობა აუცილებლად უნდა ნახო.